ადამიანს აქვს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი და რატომ მკურნალობენ მკერდის კიბოს წამლებით ან დიაბეტის წამლებით. ეგეთი კითხვა გრძელი იყო, მაგრამ მოკლე აზრი ეგ იყო. აზრი ის არის, რომ ჯერთი მეტფორმინით მკურნალობენ, იმიტომ რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი მნიშვნელოვნად ასოცირებულია ინსულინ რეზისტენტობასთან და ინსულინ რეზისტენტობის მკურნალობაა ეგ და მეტფორმინი ამ დროს პირველი რიგის მკურნალობა, ამიტომ სწორია. რაც შეეხება მკერდის კიბოს წამლებს, არაა დასახელებული რითი მკურნალობენ, მაგრამ ლეტროზოლი არის ხშირად რითიც რაც იყენებენ ხოლმე მაგ დროს მკერდის კიბოს დროსაც და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროსაც. ეგეც სწორია, იმიტომ რომ ესტროგენების არომატიზაციას ახდენს და ანუ ესტროგენების დონეს ამცირებს, რაც ორივე შემთხვევაში გვჭირდება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ფოლიკულმა სტიმულირებელმა ჰორმონმა მოიმატოს და ოვულაცია მოხდეს. ანუ ჯამში სწორია ეგ მკურნალობის სტრატეგია და მაგაზე არ უნდა